ათწლეულების განმავლობაში ისლამური რესპუბლიკა თავის საზღვრებში ნარატივს აკონტროლებდა. სახელმწიფო მედიას ეკავა ტელევიზიის არხები, გაზეთები, საინფორმაციო სააგენტოები და რელიგიურ მაუწყებლებსაც კი. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ისლამურ რესპუბლიკას სრული კონტროლი ჰქონდა იმაზე, რა ინფორმაციას იღებდნენ ირანელები და როგორ იღებდნენ მას. ეს რეჟიმისთვის უზარმაზარი უპირატესობა იყო, რადგან რთულია რევოლუციის მოწყობა მაშინ, როცა ხალხს თავისუფალი ინფორმაციის ნაკადი არ აქვს. მაგრამ ხედავთ, ეს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ეხლა მიმდინარეობს, ყველაფერს ცვლის. ეხლა ამ ომის შემდეგ ირანის ხელმძღვანელობის სათავეში ვაკუუმია და მთავრობის სხვადასხვა ფრაქციები ერთმანეთს ებრძვიან, რომ ეს ადგილი დაიკავონ. და ამის გამო სახელმწიფო ტელევიზიები, სახელმწიფო გაზეთები და თუნდაც სახელმწიფო მედიის წამყვანები, ანუ ახალი ამბების წამყვანები, ახლა მხარეს ირჩევენ და ერთმანეთს ესხმიან თავს. ეს არის რაღაც, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ეს ხდება იმ დროს, როცა აშშ-ო ომის განახლებას აპირებს. ცენტრალურმა სარდლობამ ახლახან პენტაგონს სთხოვა, მისთვის მიეცა ცდომა ამ სრულიად ახალ ჰიპერბგერით რაკეტაზე, რომელიც ომში არასდროს გამოუყენებიათ. ეს არის რაღაც, რაც მსოფლიოში არავის უნახავს. და ირანი შეიძლება მზად არ იყოს იმისთვის, რაც მას დაატყდება თავს. მოდით ყველაფერს მივყვეთ თავიდან. დავიწყოთ სახელმწიფო მედიით და რატომ უპირისპირდებიან ისინი რეჟიმს. ეს ყველაფერი ირანში ინფლაციით დაიწყო. ეხლა დარწმუნებული ვარ თქვენდან უმეტესობას ეს უკვე იცით, მაგრამ ირანის ეკონომიკა და განსაკუთრებით ინფლაცია ირანში თავიდანვე ძალიან მძიმე იყო. მაგრამ ბოლო 2 დღის განმავლობაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, ბევრად უფრო ცუდად გახდა. ირანის ეროვნული ვალუტა რიალი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. ახლა უკვე შეგიძლიათ 1.8 მილიონი რიალი მიიღოთ მხოლოდ $1 სანაცვლოდ. ეს ნიშნავს, რომ თუ ეხლა $1 გაქვთ, ირანში მილიონერი ხართ. ეხლა ეს ძალიან დიდი პრობლემაა ყველასთვის, რადგან ირანში საკვების დაახლოებით 20 და 70% რეალურად საზღვარგარეთიდან შემოდის. ეხლა ზუსტი რიცხვები არ მაქვს, მაგრამ ეს ექსპერტების შეფასებებია. მაგრამ მოდი ვივარაუდოთ, რომ რეალური რიცხვი სადღაც ამ დიაპაზონშია, ან მის ახლოს, კარგი? ეს ნიშნავს, რომ თუნდაც შეერთებული შტატების ბლოკადა ხვალ მოიხსნას, ირანელები მაინც გადაიხდიან უფრო მაღალ ფასებს საკვებსა და ცხოვრების ხარჯებში. ბოლო 2 დღის განმავლობაში ვალუტის კურსი იმიტომ დაეცა და არა მანამდე, რომ ირანში რეალურად არც ვაჭრობა და არც იმპორტი არ ხდებოდა ომის გამო. ეკონომიკა ეხლა იწყებს ცოტათი გახსნას. ეხლა ხალხს შეუძლია ვაჭრობა, მათ შეუძლიათ გაარკვიონ ვალუტის რეალური ღირებულება. და სწორედ ამიტომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ის 10%-ზე მეტით დაეცა. ეხლა სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ ბევრი ირანელისთვის ეკონომიკური კრიზისი ისაა, რასთანაც ისინი ათწლეულებია ცხოვრობენ. მაგრამ ამჯერად რაღაც უნიკალური ხდება. ამ ეკონომიკური კრიზისის გამო რაღაც ხდება, რასაც თვითონ რეჟიმიც კი არ ელოდა. სახელმწიფო მედია თვითონ რეჟიმს და ხელისუფლებაში მყოფ პირებს უპირისპირდება. შეხედეთ ამ რეპორტაჟს. ირანის ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება სახელმწიფო მედიასა და სისტემის წარმომადგენლებისგან უჩვეულოდ მკაცრ გაფრთხილებებს იწვევს. ტელევიზიის წამყვანები ახლა საჯაროდ აკრიტიკებენ და უპირისპირდებიან ხელმძღვანელობას, რადგან ისინი ნამდვილად ხედავენ, რამდენად მძიმე გახდა ეს მდგომარეობა. მოგცემთ რამდენიმე რიცხვს, რომ უკეთ გაიგოთ. რადგან როცა გეუბნებით, რომ $1 არის 1.8 მილიონი რიალი, ეს ბევრს არაფერს გვეუბნება, რადგან ირანელები დოლარებში არ ფიქრობენ. ისინი ფიქრობენ იმაზე, რამდენს გამოიმუშავებენ და რამდენის დახარჯვა უწევთ უბრალოდ გადარჩენისთვის. ეხლა, სანამ ამ ყველა რიცხვს გაგიზიარებთ, კიდევ ერთხელ მოკლე გაფრთხილება. ირანის მთავრობა გამჭვირვალობით ნამდვილად არ არის ცნობილი. და ამას გარდა, როგორც იცით, უკვე 2 თვეზე მეტია ირანში ინტერნეტის ბლოკირება. ასე რომ, ბევრ ამას ვერ ვადასტურებთ. ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციას შეგვიძლია გაგიზიაროთ, რაც ირანიდან გამოდის. ამ ყველაფრის საფუძველზე ირანში წლევანდელი მედიანური შემოსავალი თვეში დაახლოებით 200 მილიონი რეალს შეადგენს. ეხლა მნიშვნელოვანია განმარტოთ მათთვის, ვინც შეიძლება დაბნეულობაში ჩავარდეს, რადგან ინტერნეტში მინახავს, როგორ უშვებენ ამ შეცდომას. მედიანი ნიშნავს ზუსტად 50%-ს. ანუ ირანში მოსახლეობის ნახევარი ამაზე ნაკლებს იღებს, ხოლო მეორე ნახევარი ამაზე მეც. ეს საშუალო არ არის, რადგან საშუალოს აქვს გარკვეული პრობლემები. მაგალითად, მილიარდელი შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს საშუალო მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია, ვინც ბევრს გამოიმუშავებს. მედიანა ცოტა უფრო კარგი მაჩვენებელია სანახავად. ანუ მედიანურ შემოსავალზე მყოფი ადამიანი თვეში დაახლოებით 200 მილიონ რეალს გამოიმუშავებს. მაგრამ მოდით ვნახოთ, რა ხარჯებთან უწევთ გამკლავება. თეირანში ერთი კვერცხი დაახლოებით 1 მილიონი რეალი ღირს. ერთი კვერცხი.
ბურგერი დაახლოებით 5 მილიონი რეალი ღირს. ჩვენ ჯერ რაც კი ვსაუბრობთ, თქვათ, ტრანსპორტის ხარჯებზე ან ბინაში თუ სახლში ცხოვრების ხარჯებზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. ეს მხოლოდ საკვებზეა საუბარი. და მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ბევრ ირანელთა უმრავლესობას შეიძლება ყოველთვე არ ყოფნიდეთ ფული საკუთარი თავისა და ოჯახის გამოსაკვებად. აქ მინდა ყველას შევახსენო ის პროტესტები, რომელთაც ასე აქტიურად ვაშუქებდით იანვარში. ის პროტესტები თავდაპირველად ეკონომიკური პროტესტის სახით დაიწყო. ხალხი გაბრაზებული იყო რეალის გაუფასურებაზე, რომელიც მთავრობამ მოახდინა. დევალვაცია დეკემბერში მოხდა, სადღაც დეკემბრის ბომბრის ბოლოს. და პროტესტი დაიწყო დაახლოებით 28 დეკემბერს. ასე რომ, სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ხალხმა ეს ამბავი გაიგო. ეხლა მიზეზი, რატომაც ყველა ასე გაბრაზდა, ის იყო, რომ დევალვაციით სარგებელს იღებენ ისინი, ვინც ნავთობის ინდუსტრიაში მუშაობენ. ასე რომ, ძირითადად ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები და უფრო კონკრეტულად მათი ლიდერები. მაგრამ ყველა სხვა ირანელი ზარალობს დევალვაციისგან. როგორც ვილაპარაკეთ, ირანის საკვების დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოდის. და როცა მთავრობა რეალს აუფასურებს, ეს ნიშნავს, რომ ყველას მოუწევს უფრო მეტი გადაიხადოს იმ საკვებში, რასაც ჭამს. მაგრამ ამას გარდა, ირანული საზოგადოების დიდი ნაწილი ბაზარის ვაჭრები არიან, ძირითადად ვაჭრები. ისინი ყიდულობენ ნივთებს, ელექტრონიკას, ყველაფერს, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ საზღვარგარეთიდან და შემდეგ ყიდიან ირანში როგორც ვაჭრები და ასე ირჩენენ თავს. როდესაც დევალვაცია ხდება, ეს ნიშნავს, რომ მათ მეტი უნდა გადაიხადონ ყველაფერში, რასაც საზღვარგარეთ ყიდულობენ. და ეს ნიშნავს, რომ მათი მოგების მარჟა ირანში მცირდება. და სწორედ ამიტომ ირანული საზოგადოების დიდი ნაწილი, მილიონობით ადამიანი, ქუჩაში გამოვიდა, რათა გაეპროტესტებინა კორუფცია და დევალვაცია, რომელსაც მთავრობა ახორციელებდა. და ეს პროტესტები სწრაფად გადაიზარდა იმაში, რომ ხალხი რეჟიმის შეცვლას სკანდირებდა. და სწორედ ამიტომ მთავრობამ დაახლოებით 10,000-დან 40,000-მდე ირანელი მომიტინგე მოკლა, მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ეხლა ერთი რამ, რასაც ბევრი ადამიანი ივიწყებს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი გაქრა იმ სისასტიკის გამო, რაც ისლამურმა რესპუბლიკამ ჩაიდინა, ეკონომიკური პრობლემები არასდროს გამქრალა. ისინი ყოველთვის არსებობდა და ხალხი მათთან განკლავებას ცდილობდა. ეხლა კი ეს პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა. და სწორედ ამიტომ, ეხლა უკვე ირანის სახელმწიფო მედიაც კი აკრიტიკებს მთავრობას. და აქ ხდება ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო, რადგან სახელმწიფო მედია მხოლოდ რეჟიმს არ აკრიტიკებს. ისინი ერთმანეთსაც აკრიტიკებენ. მიმდინარეობს ბრძოლა, რომელიც საჯარო სივრცეში გადმოვიდა, სადაც ერთი სახელმწიფო სააგენტო მეორეს უტევს და შემდეგ ისინი საპასუხოდ უტევენ. და ეს გადაიქცა ფიზიკურ დაპირისპირებებშიც კი. არიან ადამიანები, რომლებიც მიდიან საინფორმაციო სააგენტოებში. ეს ხმიან თავს თანამშრომლებს, შენობებს და ფაქტობრივად ქაოსს ქმნიან. ეხლა სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მინდა ყველა შეგახსენოთ, რომ არსებობს ირანული მძინარე უჯრედები, რომლებიც მოქმედებენ ევროპის ქვეყნის ქვეყნებში და აქ, შეერთებულ შტატებში. ისინი იყენებენ სოციალურ მედიას, რათა ვერაფერს მიმხვდარი ადამიანები გადაიბირონ და ირანის რეჟიმის სახელით დანაშაულებრივი და ტერორისტული ქმედებები ჩაიდინონ. ამ მძინარე უჯრედებს ფართო ოპერაციები აქვთ სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე. მათ შორის აქაც, YouTube-ზე, ისინი რეგულარულად ამცირებენ რეიტინგს ყველაფერს, რაც რეჟიმს აკრიტიკებს და რა თქმა უნდა, ავცელებენ ყველაფერს, რაც პროისლამურ რეჟიმს უჭერს მხარს. აი ამიტომ თუ შეძლებთ წამით შეჩერდეთ და დაგვეხმაროთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ხილაკებზე დაჯერით, ეს ნამდვილად დიდ განსხვავებას ქმნის ამ ბოტებთან ბრძოლაში, რომლებიც აქ მოქმედებენ. ეხლა მოდით ვისაუბროთ ირანის სახელმწიფო მედია საშუალებების ერთმანეთთან დაპირისპირებაზე. ხედავთ, როგორც ადრე აღვნიშნეთ, ირანის მთავრობაში სხვადასხვა დაჯგუფებები ყალიბდება. ასევე არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო მედია კომპანია, რომლებიც სხვადასხვა დაჯგუფებებს უჭერენ მხარს. და ეხლა ეს მედია კომპანიები ერთმანეთს უტევენ. და ეს ბრძოლა Twitter-ზე გადავიდა. ეხლა ეს კომპანიები Twitter-ს იყენებენ იმისთვის, რომ ირანში მოქმედ სხვა კომპანიას შეუდიონ. აი ეს არის ორი კომპანია, რომელზეც საუბრობთ. ერთი არის Tasnim News-ი, ხოლო მეორე Raja News-ი. ორივე ირანის სახელმწიფოს მიერ კონტროლდება, მაგრამ Tasnim News-ი მოლაპარაკებების მომხრეებს უჭერს მხარს. ანუ, ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებიც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს უჭერენ მხარს, მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრი. და შემდეგ გვაქვს Raja News-ი, რომელსაც მხარს უჭერენ უკიდურესად მკაცრი ხაზის მომხრეები. ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ სურთ მოლაპარაკებები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები არ განახდეს. ისინი უფრო მეტად იდენტიფიცირდებიან ირანის რევოლუციური გვარდიის უკიდურესად რადიკალურ წევრებთან. უახლესი დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როცა Tasnim News-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, სადაც დასცინოდა გარკვეულ მკაცრი ხაზის მომხრეებს და მათ მოთხოვნებს. ძირითადად ამბობდა, რომ ამ ადამიანებს არ ესმით, რაზე საუბრობენ. სწორედ ამ დროს Raja News-მა უპასუხა, რადგან ისინი უკმაყოფილო იყვნენ. მათ გააცნობიერეს, რომ Tasnim-ი უტევდა იმ იდეოლოგიას, რომელსაც ისინი იზიარებდნენ და დაიწყეს Tasnim News-ზე საპასუხო შეტევა.
სწორედ ამ დროს სიტუაცია ცოტა კონტროლიდან გამოვიდა, რადგან ბევრი რაჯა ნიუსის მხარდამჭერი ან მკითხველი ტასნიმის შტაბ-ბინაში, იმ შენობაში, სადაც პერსონალია, მივიდა და დაიწყეს შენობაზე თავდასხმა და ზიანის მიყენება. ეხლა ეს ურთიერთდაპირისპირება ისევ გრძელდება. ტასნიმ ნიუსი წერს სარედაქციო სტატიებს და უტევს რაჯა ნიუსს, ხოლო რაჯა ნიუსი წერს სარედაქციო სტატიებს და უტევს ტასნიმ ნიუსს. ისინი უკვე აღარ უტევენ ერთმანეთის პოზიციებს. ისინი პირდაპირ ერთმანეთს უტევენ. ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებენ, თავს ესხმიან დამფუძნებლებს, ავტორებს და ასე შემდეგ. მაგრამ ირანისთვის სამწუხაროდ ეს ყველას შეუძლია დაინახოს. ამიტომ ეს არ ღვევს იმ ნარატივს, რომელსაც ზოგიერთი დასავლეთში იზიარებს. თითქოს ირანის რეჟიმი ამ ომის გამო გაერთიანდა, მაშინ როცა სინამდვილეში ასე არ არის. ყველგან ბზარებია. ბზარებია რეჟიმში, ბზარებია ხელმძღვანელობაში. და რა თქმა უნდა, ეხლა ვხედავთ, რომ ბზარებია ხალხშიც, იმ მედია სივრცეშიც, რომელიც სახელმწიფომ შექმნა. ეს ის საკითხია, რაზეც თავად პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა გუშინ პრესკონფერენციაზე, როდესაც შეხვდა ასტრონავტებს, რომლებიც ახლახან თვარეზე იმყოფებოდნენ. მოდით მოусმინოთ მის განცხადებას. და მათი ეკონომიკა ინგრევა, როგორც იცით, მათი ფული, ისინი თავიანთ ფულთან ერთად მიდიან, მათ ფულს სახელიც კი არ აქვს. მათი ფული უფასურია, მათ აქვთ ინფლაცია, როგორც აქამდე არავის უნახავს. ამის გარდა ფიქრობ ისინი საკმაოდ კარგად არიან. თუ New York Times-ს აიკითხავ, ითქვი რომ ისინი შესანიშნავად არიან, რადგან ეს ყალბი ამბებია, ან თუ CNN-ს უყურებ, ანუ შენ ხო სულ აშუქებ ამას. გონია რომ ისინი კარგად არიან. გონია რომ ისინი კარგად არიან იქ, სადაც არ აქვთ საზღვაო ძალები, არ აქვთ საჰაერო ძალები, არ აქვთ ანტისაჰაერო სისტემა, გარდა იმისა, რაც შეიძლება იქ დააყენეს. შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის დროს რაღაცა მსუბუქი ტექნიკა შეიტანეს და ჩვენ ზუსტად ვიცით, სად არის ეს. ასე რომ პირველ 15 წუთში განადგურდება. შემდეგ მან ასევე მოლაპარაკებებზე რაღაცა თქვა. როგორ შესთავაზა ირანმა ბევრი დათმობა, მაგრამ ეს მაინც საკმარისი არ არის. ეს არ არის ზუსტად ის, რაც შეერთებულ შტატებს უნდა. არის კიდევ რამდენიმე დათმობა, რომელსაც ირანელები არ აპირებენ შესთავაზონ. მოусმინეთ განცხადებას. დამოკიდებულია, გვაქვს მოლაპარაკებები, ეხლა ვესაუბრებით მათ და აღარ ვიცევს 18 საათიანი ფრენები ყოველ ჯერზე, როცა ქაღალდის ნახვა გინდა. ეს ტელეფონით ხდება და ძალიან კარგია. ვრეკავან ჩემს ხალხს ვარეკინებ და პასუხს მაშინ მე ვიგებთ. მე ყოველთვის პირისპირ საუბარი მომწონს, იცი ამას უკეთესად თვლი. მაგრამ როცა ყოველ შეხვედრაზე 18 საათი უნდა იფრინო და იცი რაზეა საუბარი და იცი რომ გამგზავრებამდეც კი მოგცემენ ფურცელს, რომელიც არ მოგწონს, ეს უბრალოდ აბსურდია. მათ დიდი გზა გაიარეს. კითხვა ისაა, რამდენად შორს სწავლენ ისინი. ამ მომენტში შეთანხმება არასდროს იქნება, თუ ისინი არ დაეთანხმებიან, რომ ბირთვული ომი არ იქნება. ეხლა რო გავიგოთ, რატო იქცევა ირანი ასე, როგორც ეხლა იქცევა, უნდა დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღეს არის. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ 1979 წლამდე დავბრუნდეთ, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ. მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯარების დინასტია მართავდა ირანს. და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმ დროინდელი მართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. აბა, გამოიცანით. ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც სწორედ დღეს გამოვიდა. ასე რომ, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბმულებზე დაჭერით, ან უბრალოდ დააჭიროთ ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს, ანუ დააჭიროთ იმ ვიდეოს, რომელიც თქვენს ეკრანზეა.